შენ უყურებ ძმაკაც და დღეს ესკალაიდის, ძრავის, აწყობის და პირველი გავლის ვიდეო გველოდება. თუმცა სანამ დაგასპოილერებ და მთლიან ვიდეოს განახებთ, გეტყვით რომ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალია ამ ვიდეოში, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს გამოგადგებათ, ამიტომ გულისყურით უყურეთ. თან გართობითაც ბევრს გაერთობით, იმიტომ რომ მე პირადად დამონტაჟებულ მასალას რო უყურებ, ძალიან ბევრი ვიცინე. ეხლა კი ჩაუჯექით და დავიწყეთ. ესე იგი, ვიწყებთ ესკალაიდის აწყობას, სავარაუდოდ პირველ ვიდეოს უკვე ნახავდით, როგორ დავშალეთ და დავაცამტვერეთ ყველა ნაწილი და ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესი იწყება. ეხლა ყველაზე სასიამოვნო პროცესი არის ნაწილების დათვალიერება, რა ჩამოგვივიდა და რა თქმა უნდა, ეხლა თქვენც უნდა გაჩვენოთ, იმიტომ რომ ამ სასიამოვნო პროცესში მარტო ხო არ ვისიამოვნებ. შესაბამისად, აი ეს აქ რაც ხდება, სულ ესკალაიდის ნაწილებია და დავიწყეთ განყუთვით. რაღაცები ცოტა ნახევად განყუთული მაქვს, რაღაცები ბოლომდე განსაყუთია და ერთად ნახავთ ყველაფერს რა ჩამოვიდა. ეს არის გამშვები კოლექტორის შუასადებები, General Motors-ის ორიგინალი, რა თქმა უნდა. ოპა, მაგნიტი გააძრო. აალების სანთლები. ამ შემთხვევაში NGK, რომელიც კატალოგით უწერია კონკრეტულად ამ ავტომობილს და რომელიც გამოიყურება აი ესე. სხვადასხვა კონსოლი სვეჩები ძალიან მიყვარს, კი ცოტა ნაკლები თორქით უნდა გადაუჭირო, მაგრამ გაპარების გაცრევით ნაკლები შანსი აქვს. Просто ერთი მინუსი ის არის, რომ დიდი ხანი თუ არ ცვლი და ჩაჟანგებულია დიდი ხანი თუ არ ცვლი და ტემპერატურა ბევრჯერ არის შეცვლილი უკვე ძრავში, ამოღებისას ცოტა ჩაწყვეტა იცის ხოლმე, იმიტომ რომ კონუსია გაჭედილი და ან ოდნავ ზედმეტად თუ გადაუჭირე ჩათვალე რომ აღარ შარში ხარ ეგრევე. შემდეგი ნაწილი, ზეთის ფილტრი, ასევე ორიგინალი, რა თქმა უნდა. Так, ესეც სალნიკების კომპლექტი, კარნავალის უკანა სალნიკი, წინა სალნიკი საქმე უნდა იყოს, წინა პრაკრატკები, კარტერის სალნიკები, მალეს ჰერმეტულობა, ჰერმეტიკი, რასპედლის წინა корпуსი და სალნიკი, ეს ხუთი მორჩა. აბა აქ რა გვაქვს? აქ გვაქვს 8 ჩიბუხი, იმიტომ რომ რო დავაცალე ეს ჩიბუხები არ მომეწონა, ან ზოგი წამძრო რკინით იყო, ზოგი ცოტა მობერებული იყო და ისეთი სასწაული ფასი ეს არაფერი არ ღირს და ჯობია გამოცვალო, ახალი გიყენოს და დარწმუნებული იყო რომ ყველაფერი ახალი გაქვს, ვიდრე მე მანქანას რო დაქოქავ, ვა, პერიბოია ხო? ნეტა რაჭის და დადექი, მე ადგილიდან ეძები რა არის? პირველად გამოიყო. 5? არა, ის. თუ ჩიბუხი. ესა? ო, არა ორიგინალია. არა და ორიგინალია ზუსტად. არა ორიგინალებს. არა ორიგინალებს, სხვათა შორის корпуსი ზოგს აქვს რკინი, ზოგს არ აქვს რა. და ორიგინალებს ყველას აქვს აბსოლუტურად და აშკარად GM-ია. Так, ესე იგი. ეს არის ზეთის გალერეის, ანუ ზეთის სამყოფელის ზაგლუშკა, ეგრეთ წოდებული, ქარხანა დგას ესეთი და ეს არის aftermarket-ი. ამ ორ შორის მთავარი განსხვავება არის ის, რომ ეს არის ანოდიზირებული ალუმინი, გატეხვის შანსი აქვს, ამა ზოგადად ახასიათებს გატეხვა, მე გაშვება, ზეთისნების დაგდება და მაგის გამო ძრავის სიკვდილი. ეს არის aftermarket-ი, ანუ არაქარხნული, შემცვლელი უკვე და გაცილებით მაღალი ხარისხის არის და გაცილებით უკეთესად მუშაობს, ვიდრე ორიგინალი. ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ რა თქმა უნდა ამას. ეხლა ჩვენი ორშინუკები, რომელიც არის არაქარხნული ასევე და სხვათა შორის ზედაპირის ამ მეტალიან პორშინთან არ მქონია ჯერ შეხება, პირველია ჩემს პრაქტიკაში. ანუ ნახე ზედაპირის მეტალია განსხვავებული და ამ განსხვავებული მეტალის გამო პირველი კოალიციოს, ანუ კომპრესიული პირველი კოალიციოს ზაზორი გაცილებით დიდ სითხავს, ვიდრე ქარხნული ზაზორი იქნებოდა. და შესაბამისად, ანუ კბილიც ისეთი აქვს და ფორმა და დიზაინიც, რომ თერმოგაფართოვებადია, შესაბამისად თვითონ დიამეტრი შედარებით ნაკლებია ვიდრე იუბკის და პორშინი როცა ანუ თბება, მაშინ ფართოვდება და მაშინ იჭერს იდეალურ ზაზორს და მაგის გამო ცოტა დიდი ზაზორიანი კოალიცია უნდა დააყენოთ, თუ არ გინდა რომ მოუჭიროთ, კაც გააკეთოს და ჩაიხაზა. რა მოვიდა? ისე პერიბოისთან დაუბრუნდით და ისე ეგრე მუშაობს. ვა, ზეთი გაგვდის, ცისფერი ბოლი, თეთრი ბოლი, პაპია ირჩიეს. უარა აქვს. ხო, სხვათა შორის კალენვალი გადარჩენილია, შემოწმებულია, დაპოლირებულია და იდეალურია, შეგვიძლია მაგ კალენვალზე ავაწყოთ ისე რომ არ ვინერვიოთ. ამ შემთხვევაში ისე მაჰლეს კოალიციები გვაქვს და ყველას არ ამოვალაგებ, მაგრამ ესე გამოიყურება რომ გვალია. არ იყო საკმარისი ინფორმაცია? არ დაგვავიწყდეს რომ Lion Auction-ი არის კომპანია, რომელიც ატარებს ცოცხალ აუქციონებს და ასევე ვებ აუქციონებს. ცოცხალ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ყოველ შაბათს შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ წეროვანში Lion Auction-ის დიდ ტერიტორიაზე და იქ მიიღოთ მონაწილეობა. ხოლო ვებ აუქციონი lionauktions.com-ზე შეგიძლიათ შევძანდეთ. იქვე არის დეტალურად ახსნილი რა როგორ უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, დეპოზიტი როგორ დავდოთ და ასე შემდეგ და იმ საიტიდანვე შეგვიძლია მონაწილეობის მიღება. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია,
ავტომობილების ნახვა ცოცხლად შეგვიძლია, ანუ სანამ აუქციონში მონაწილეობას მიიღებთ, გინდათ ცოცხალ აუქციონში და გინდათ ვებ აუქციონში, შეგიძლიათ ჩახვიდეთ, ავტომობილები ადგილზე ნახოთ, ვებგვერდზე გათავსებულია სრული ინფორმაცია ამ ავტომობილებთან დაკავშირებით, თავის ვინ კოდი ან CarFax-ი ან ყველაფრიანად და ასევე ცოცხლად დათვალიერებაც შეიძლება. აქვე კიდე ერთ ჩემს კომენტარს დავამატებდი, რომ პირველ აუქციონზე, ანუ ჩვენი ვიდეო და ვინც ნახა, იყო რამდენიმე კომენტარი ისეთი, რომ უფრო ძვირია ვიდრე სხვაგან და რაღაცე ვიდრე ჩამოყვანა და ასე შემდეგ. ერთი იმას ვიტყვი, რომ პირველი აუქციონი იყო, სხვა ენთუზიაზმი იყო და ჩემი აზრით ცოტა ეს იყო, რა ქვია, ყველა ისეთ როგორ თქვა, სწორად დუხზე იყო მოსული, რომ არიქა აუცილებლად მანქანა უნდა მოეგო და შემდეგ აუქციონებზე ეგეთი ხოცვა-ჟლეტვა ნაკლებად იქნება და შესაბამისად გაცილებით დაბალ ფასებში უნდა წავიდეს მანქანები. ჩემი აზრით, ოღონდ ჯერ არ არის ეს დადგენილი და სტატისტიკა არანაირად არ გაგვეჩნია, თუმცა მე მგონია, რომ გაცილებით მომგებიანი იქნება შემდეგი აუქციონები, ვიდრე პირველი აუქციონი იყო მოხარებლებისთვის ჩვენთვის, რა თქმა უნდა. და კიდევ მეორე საკითხი. ზოგადად ადგილზე ავტომობილი რომ ოდნავ ძვირი დაждდეს ვიდრე ჩამოყვანა, ეგ საერთოდ გასაკვირი არ არის მაგაში, ანუ მე არ ვამბობ იმას რომ ოდნავ ძვირი დაждდება უეჭველი, თუმცა რომც დაждდეს, აზრიანია მაინც იმიტომ რომ ადგილზე ნახულობ ავტომობილს, ნახულობ რეალურად რა შეიძლება დაგხვდეს და არ გიწევს კითხაობა რომ ჩამოვა რა ჩამოგივა, იმიტომ რომ ცოცხლად ნახულობ და შეგიძლია შეამოწმო. და მაგ ყველაფრის გარდა იგებ მინიმუმ 3 თვეს. 3 თვე და ადგილზე ნანახი ავტომობილი ეგ უზარმაზარი პლუსებია, რის გამოც ჯობია ადგილზე ყიდვა ვიდრე ჩამოყვანა. ამ შემთხვევაში Lion Auctions-ზე წეროვანში შეგიძლიათ მივზანდეთ, დაათვალიეროთ, შეიძინოთ და ნებისმიერი კითხვისთვის, ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მისაღებად ვრეკავთ PIPK 0880-ზე და სრულიად გაგცემენ პასუხს თუ კი რაიმე კითხვა გაგიჩნდება. ტაქს, ესე იგი, აქ რა ხდება? აქ ვიცი რაც ხდება სავარაუდოდ და შევეცდები ნაწილი არ გავჭრა. ასევე GM-ის ორიგინალი Z-ის NASOS-ის კონექტორი, რომელიც წინა корпуსიდან გამოდის, დროთა განმავლობაში ამ კაბელსაც ერხება ხოლმე, დროთა განმავლობაში ამ სელინგსაც ერხება ხოლმე, თან Z-ის გამოშვება იცის და თან Z-ის NASOS-ის კლაპანს აკონტროლებს და Z-ის NASOS-ის კლაპანი, არა, ეგ არა. წინა корпуსზეა, აქ დგას, ამის მაგიერ არის, ეს უკვე ნახეთ, ხედავთ როგორ მოჩათლახებულ მდგომარეობაშია და თუ არ გვინდა რომ ერთ დღესაც Z-ი არ მოაკაჩაოს, ან Z-მეტი ამოაკაჩაოს და რამე სისულელი დაემართოს, ამიტომ იცვლება ეს ტეკერიც და ნაკლები სანერვიულო გვექნება. ოი, სხვათა შორის ბლოკიც და პორშინები რემონტულია, რა თქმა უნდა და ბლოკიც შესაბამისად პორშინების ზომაზე გადაიჩარხა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ცოტა რამ სიმძიმეა რა. აი, შტეკერი ერთება აი აქ. ეს არის ახალი Z-ის NASOS-ი, ამასაც რა თქმა უნდა ვცვლი, მიუხედავად იმისა, რომ ძველი არ იყო მთლად მკვდარი, მირჩევნია რომ ახალი ორიგინალი NASOS-ი ეყენოს და Z-ი უეჭველი ვიცოდეთ რომ გვაქვს, იმიტომ რომ Z-ი არის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი ძრავში, რომელიც ძრავის მუშაობას უზრუნველყოფს და თუ Z-ის ნევა არ არის საკმარისი ან Z-მეტი ან ნაკლებია, Z-მეტზე ცოტა გასხმა იცის, მაგრამ კიდე არ აუშავს, ნაკლები თუა მაგ შემთხვევაში ძირითადად მე დგინ ლორე სტარტ. კაი Z-ს სადმე შეიძლება. აქვე რა თქმა უნდა ლუკას ოილი. აქვე რა თქმა უნდა საუკეთესო Z-ი ლუკას ოილი შეგიძლიათ შეიძინოთ ურიდიას 205 ნომერში, ძვაკაცი მოტორში, რომელიც კომპეტენტურია Z-ის შერჩევაში, ესე მარტივად რომ გითხრათ. ნახე, ეს ძალიან საინტერესო ნივთია. ეს არის ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი. ეს დაიჭირე. ეს არის ჩვენი სულ ახალი ძრავის თავაკი. გალუკა, რომელიც ნახავდით რომ ერთი პორშინისგან ისე იყო დანგრეული, რომ იმისგან ნამდვილად არაფერი აღარ გამოვიდა და ამიტომ თავაკი ვიყიდეთ სულ ახალი, აწყობილ მდგომარეობაში, გამოიყურება ესე, ზედაპირს არ დავდებ მაინც და რატომღაც აი ესეთი ნივთები ძალიან მიყვარს. ხო და მოკლედ ესეც ჩვენი ახალი ძრავის თავაკია, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს და დარწმუნებული ვარ თვითონ ძრავსაც მოეწონება, თუმცა აქ არის ერთი საინტერესო ფაქტორი. ესე იგი, ბლოკი ზედაპირიც არ იყო მთლად საამაყო, ცოტა აშლიბოკება ჭირდება და იმიტომ რომ პორშინი რო დაინგრა ცოტა მირტყმული ქონდა ზედა კუთხეში და შლიფოკის გადატარება სასურველი იყო. შლიფოკი გადავატარეთ, მაგრამ 0.8 ავიღეთ, უბრალოდ 0.8 სოტკა ავიღეთ ბლოკიდან და 7 სოტკა ავიღეთ გალოკიდან. შესაბამისად ჯამში გამოვიდა 0.15 მმ აღებული ბლოკიდან და გალოკიდან. რაც ნიშნავს იმას, რომ გალოკამ 0.15 მმ-ით დაიწია ჯამში კლაპნის
ზედა სამაგრმა წერტილმა და გიდროკომპენსატორმა ერთმანეთისკენ. ეს არის ფუშროდები, რომელთაც კლაპანი იღება, ანუ რასპედვალი აქეთ მხრიდან აწვება, ანუ ეს შემოდის, ეს ფუშროდი აქ უყენია გიდროკომპენსატორი, აქ დგას ქვევით რასპედვალი ტრიალებს, რასპედვალი აწვება და აღებს კლაპანს აი ამ მეთოდით, ანუ აქედან მიწოდით იღება კლაპანი და ტალკაწელი აღებს, ტალკაწელი იქნებს. მაგრამ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის. სამწუხაროდ ფუშროდები არსებობს განსხვავებული ზომის და რა თქმა უნდა ლოგიკურია რომ არსებობს განსხვავებული ზომის, იმიტომ რომ ზუსტად ისეთ შემთხვევებისთვის როცა რაღაცა იჩარხება და როცა რაღაცა სხვა ზომა დგება, შეიძლება ფუშროდი სხვა ზომა დაჭირდეს. ჩვენს შემთხვევაში არ ვიცით ფუშროდი ეს იმუშავებს თუ არა. ყოველ შემთხვევაში უბრალოდ რო ვთქვათ, იმედს ვიტოვებ, რომ ქარხნული ზომა იმუშავებს და ეგ 0.15 მმ ვერ მოახდენს იმხელა სხვაობას, რომ კლაპანი ღია დაგვიტოვოს. თუმცა, ეგ ყველაფერი გაირკვევა ძრავი როცა აიწყობა და ძრავი როცა აიწყობა თუ არ იმუშავა, მაგ შემთხვევაში მე დაგვჭირდება ფუშროდის საზომი ხელსაწყო. ფუშროდის საზომი ხელსაწყო რო გვექნება ახალ, ანუ გავზომავთ რა ზომა ფუშროდი ჭირდება და იმის მიხედვით მოგვიწევს მე რა ცალი ფუშროდის ჩამოტანა იმ კონკრეტული თავაკის მხარეს, რომელი თავაკის მხარესაც აშლიბოკებული გალოკა იდგება. ასევე აქეთ მხარეს 0.8 უბრალოდ 8 სოტკა გამოვიდა სხვაობა, იმიტომ რომ ბლოკი არის აშლიბოკებული და მეორე მხარესაც მოგვიწევს გაზომვა ფუშროდების თუ ძრავს რო დავქოქავთ, ანუ მე უბრალოდ რადგან ბევრი გამოცდილება არ მაქვს ამ ძრავებთან, არ ვიცი რამდენად ჩაყლაპავს მაგ 0.15 სოტკას, 0.15 მმ-ს ფუშროდი რა, ანუ გიდროკომპენსატორი რამდენად შეძლებს მაგის ჩაყლაპავს და კლაპანს ღიას დაგვიტოვებს თუ არა. თუ კლაპანი ღია დაგვიტოვა, სამწუხაროდ ვერ მოგვიწევს ფუშროდების გადაზომვა და ახლების გამოწერა, იმიტომ რომ სხვანაირად ეგ ძრავი არ იმუშავებს და იქნება ეხლა მეორე საინტერესო ნივთი. როგორც მოგეხსენებათ, ამ ძრავს უყენია ეს ჩვენი გალოკის პრაგმატკებია, რომელიც მინდა რომ შევხედოთ სამით ახლოდან ნახო. ტექსასპიდი ორიგინალს ყიდის თუ რაიმე სხვას, იმიტომ რომ ეს არის ტექსასპიდის კომპლექტი. თვალები გავა? არა, ერლინგია. ხო. შეგვიძლია გალოკის პრაგმატიკაზე არ ვინერვიულოთ. ყველაფერი კარგად არის. გალოკა ღირდა ჩამოტანიანად $500 დაჭდა გამბაჟებიანად. ახალი ზვორში. აქ მეორადი ღირს 2 ცალი $1500 როგორც მითხრეს. ტაქს მოყვება პრაგმატიკები ეს წლის არხების არის, პროცესიც აქვს. ეს კრიშკის პრაგმატიკაა, მეორე კრიშკის პრაგმატიკაც ალბათ სამი იქნება. როგორც მოგეხსენებათ, ეს ძრავი იყო DOD სისტემით, ანუ ცილინდრების გათიშვის სისტემით. ამ შემთხვევაში ცილინდრების გათიშვის სისტემას ვაუქმებთ და შესაბამისად, რადგან ცილინდრების გათიშვის სისტემა უქმდება, გიდროკომპენსატორის ჩარჩოები ჭირდება განსხვავებული, ანუ სტანდარტული ჭირდება და არა მაღალდაბალი არის DOD-ზე და ეს არის კონკრეტულად ერთი ზომის და ყველა ერთნაირი გიდროკომპენსატორი იდგება. ნახეთ რა განსხვავებაა. 2 ცალი სხვანაირი აქვს, 2 ცალი სხვანაირი აქვს მიმართველი. ეს არის DOD, ეს არის ჩვეულებრივი. ამ შემთხვევაში ყველა დადგება ჩვეულებრივი. შესაბამისად, ესეც 4-ვე ახალი გვაქვს, რომ ყველაფერი დადგეს ჩვეულებრივი. ესეც GM-ის ორიგინალი. ეს არის წინა სალნიკი. წინა სალნიკი კიდე გქონდა ჩვენ წესით. ეს არის კარტერის წინა ბოლტი, რომელიც ასევე კარტერის კალენვალის. ასევე მეორეც გვაქვს. მინუს დაგჭირდეთ 2 ცალი გვაქვს. Так, ეს არის თენგოს საყვარელი ნივთები. ეს არის DOD-ის გასაუქმებელი აბოიმები, ასე ვთქვათ. ნახეთ, DOD მუშაობს როგორ? აი ამ არხებით გალოკაში უშვებს Z-ის წნევას და Z-ის გაშვებული წნევით კონტროლდება ცილინდრი გაითიშოს თუ ჩაირთოს, ანუ მექანიკურად კლაპანი გაიღოს თუ დაიკეტოს. და ამ შემთხვევაში უკეთდება ეს ზაგლუშკები, უნდა ჩაჯდეს აქ და ჩაიპრესოს და ეს ზაგლუშკები რო გაუკეთდება, ეგ ნიშნავს იმას, რომ DOD გაუქმებულია, ანუ Z-ის წნევით ვერაფერს ვეღარ გააკონტროლებს, არც Z-ის წნევას დააკარგავს და მერე დაიფარება ისევე ეგ პირდაპირ თავის ადგილზე. ესენი არ უნდა დავკარგოთ, თორე ვერაფერსაც ვერ გავაუქმებთ. აი ეს პუჭულიკები. ეს მერე რო ჩაჯდება, ჩავაჩაქუჩებთ და თავის ადგილზე იქნება. ეს რასპროდულის ბოლტია, რომელიც ასევე კიდევ გვაქვს. ეს რა თქმა უნდა, ახალი ბოლტებია. თავისი აი ამიანად 19 ცალი აქვს ესეთი და ერთი ესეთი. ნუ კი ხვდები რატომაც აქვს მოკლე ერთი მხარე, რომ სადღაც არხი აქვს იქვე და არხში ბოლტით არ ჩახვიდე, მაგრამ მაინც მეცინება ყველა ჯერზე. ეს უკვე ლიფტერები უნდა იყოს. ნამდვილად.
ჰიდროკომპენსატორები, ეგრეთ წოდებული. ყველა ადგილზეა, რა? Z-ში ალაგია. და ესეც მისი აღმატებულება, თავად უდიო ოდნავ გაზრდილი ლიფტით რასპრედვალი, რომელსაც რა თქმა უნდა გადანასწროება დაჭირდება, იმიტომ რომ არ იმუშავებს პირდაპირ და ესეც რა თქმა უნდა Texas Speed-ია ამ შემთხვევაში და დავუბრუნეთ თავის ადგილზე მძიმეა. ტაქს, დავიწყეთ ახლა კიდე დანარჩენი ნაწილების თვალიერება. ეს არის რასპრედვლის კლადიშების კიტი. კი, ეგეთი რამე არსებობს ელეში, იმიტომ რომ შუაში უდგას ელეში ელტეში, შუაში უდგას რასპრედვალი და შესაბამისად კლადიში იცვლება. და ეს რა ქვია, ვინც მიჩვეული ვარ თუ კრიშკაში ზევით ვიყენია ხოლმე ძრავის გალოქაში თავაკში აყენია ხოლმე რასპრედვალი, იმათთვის ცოტა უცხოა ეს ყველაფერი, მაგრამ ფიზელსაც აქვს, კი ბატონო, შესაც დიდია ისაც აქვს. და 5 ცალია. ეს არის ყველაზე მაგარი კლადიში. ნახე რა კლადიშა. აქ ის დგას. არ უნდა აღიცდეს. რა აღიცდეს? აღიცდეს დაგინდა, უნდა ვოხსნა და ახლა დააყენო. დვალში გავაგზელეთ. კრა გვაქვს და აქ უნდა იყოს ესეთ კარენოის კლადიშები. დიახ, ნამდვილად გახსოვთ, კარენოის კლადიშების კომპლექტია, ასევე GM-ის ორიგინალი. სხვათაშორის ისიც ორიგინალი იყო, რასპრედვლის კლადიშები. სხვათაშორის ერთი რამე მინდა თქვა, რომ ამერიკაში თუ ცხოვრობ, ძალიან მარტივია ამერიკული ავტომობილის შენახვა, იმიტომ რომ ძალიან იაფირის ნაწილი. ანუ ეხლა ეს ყველაფერი რაც შემოვიტანე და რასაც ვაწყობთ, ეს რო სხვა ბრენდი ამეწყო, მინიმუმ ორჯერ ძვირი დაждდება. მინიმუმ. აი, როგორ მინიმუმ, იცი, მინიმუმზე მინიმუმ ორჯერ ძვირი დაждდება. ეს ძრავის ცეპი ახალი რა თქმა უნდა თავისი მიმართველით. ამაში რადოს ნახოთ არ ვიცი. კლადიშებია. ეს უკვე შატუნის კლადიშებია, არა, კიდე არის ყუთები მოვიტან. და ჯამში უნდა იყოს 8 ცალი, ესეც GM-ის ორიგინალი რა თქმა უნდა, 1, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. ეს 8 ცალი კლადიში. 8 კომპლექტი უბრალოდ. ეს არის ის რასპრედვლის ვანუსის ბოლტი, ეგრეთ წოდებული VVTi-ის ბოლტი. რომელიც ორიგინალი მერჩენია რომ დავაყენო ამ შემთხვევაში და დადგება ეს. ბოლტიც ასევე ძალიან გავს Texas-ის ორიგინალს, მაგრამ მე მაინც ორიგინალს დავაყენებ, იმიტომ რომ აქ. ესენი შემშვების პრაგლატკებია. ეხლა გავაგზავნეთ შემშვების პრაგლატკა კიდევ ვიპოვე. ეხლა გადავედით კარტერის გრძელ და მოკლე ბოლტი. კარტერის კი არა. კარენოის გრძელ და მოკლე ბოლტებზე. ეს არის ნახე კიდე ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცა. ეს არის შემთხვევი ინჟექტორების, ანუ მრქვევანების სალინკების კომპლექტია, რომელიც აუცილებლად როცა მრქვევანას ძრავიდან იღებთ, აუცილებლად ახალი უნდა დავუყენოთ. კი, შეიძლება მეორადის გამოყენებას და მეც გამომიყენებია, როცა სხვა გზა არ მქონია, ოღონდ შეიძლება სხვა რამეა რა, ანუ როცა სხვა გზა არ გაქვს, იყენებ მეორადს. უბრალოდ შეიძლება მეორადმა გაგიფუჭოს ფიზიკურად მისდოს და დაждდება, ანუ თუნდაც ჩაგიждდეს, იქიდან დაიწყოს გაპარება და გაზებმა ამოადნოს საერთოდ ის ადგილი, სადაც ჯდება ინჟექტორი და გალოქა გახდეს გადასაგდები. ამიტომ ამის გამოცვლა გაცილებით მარტივია ვიდრე გალოქის. ტაქს, კარენოის ბოლტები ყველა, აი აქ რაც აყენია, ეგ ბოლტებია და ბანემ აქვე ჩავდებ, მარტივად რო ვიპოვოთ მერე. ესენი ფუშროდები, ერთი ცალი გაღუნული იყო და ერთი ცალი მაინც კიდე წამოვიღე. რა იცი რა ხდება პრინციპით. იმედი მაქვს რომ მერე ყველა ფუშროდის ახლიდან გამოწერა არ მოგვიწევს. ეს ერთი ცალი ტალკაცელი რომელიც გაღუნულ ფუშროდზე ეყენა, იმას გამოცვლი. ეს არის მაღალი წნევის ნასოსის რანერი, ანუ ბენზინის მაღალი წნევის, როგორ თქვა ქართულად. ლიფტერია რა, ანუ ამით აწვება მაღალი წნევის ნასოს რასპრედვალი რა. ამწევი მექანიზმი. ამწევი მექანიზმი, ხო, იყოს ქართულად ეგრე. ბაზარი არა. ეს პადმატორნის ბოლტი რო აკლდა და მეორეც უნდა მქონდეს. ორი ცალი პადმატორნის ბოლტი, რომელიც აკლდა, მანქანის დაშლა რო დავიწყეთ, საწავიდა არ ვიცი. და ასევე შატუნის 16-ვე ბოლტი, რომელიც ეხლა ვიგაჩვენებთ როგორ არის ჩაპრესილი. ნუ ზოგადად ეხლა ბოლტები რო წელვადია და უნდა გამოვცვალოთ ალბათ გეცოდინებათ და აი ამ ჩათლახობით, აი ამ ჩათლახობით აყენია. ეხლა ვიგანახებთ როგორ. ჩაკუჩი არ მინდა აქ ჩავარტყა. არა და ჩაკუჩი უნდა. ხო, პროსტა ეს არ უნდა პასადაჩინი არ უნდა დამიზიანდეს არც ერთ შემთხვევაში. აი ამას უჭეჭირა, წეღან და ესე გამოვყრით ყველას, ნახე როგორ არის შეპრესილი კონუსი როგორ არის გაკეთებული. ჩაждდა და ჩაიპრესა რა. ზუსტად ეგრე ჩაждდება ეს და ნელ-ნელა რო გადაეჭირება, ჩაიპრესება, დარჩება თავის ადგილზე და არასდროს აღარ წავა. ძალიან მოწონს, ხოთა შორის ვერ მივხვდი რა ჯანდაბათ უნდა, მაგრამ მაინც მოწონს. ამის მიმართულებას რა თქმა უნდა მე უკვე სწორად დავსვავ. ეხლა სწორად დავსვი შემთხვევით. მოკლედ, ეგ არის ნაწილები და ეხლა ნელ-ნელა დავიწყეთ აწყობა.
ერთ სული მაქვს, როდის აიწყება ეს ძრავი და დაიქოქება პირველი ხმა რო გავი. ყველაზე საინტერესო იმიტომ რომ როცა ძრავი, ანუ მანქანა ჩვენთან როცა მოხვდა, უკვე ნახევრად დაშლილი იყო შესაბამისად, ამ მანქანის დაქოქილის ხმა არასდროს მომისმენია და ძალიან საინტერესოა როგორი ხმა იქნება. შენ მაგას მოხდება. არ გაივლის შორიდან გარედან უნდა მიყვე. ეს უნდა გააგდო მე შემდეგ. მოიცა ჩაკუჩი. მიდი. გადის? მიდი. ასვით გადის. კაი. საკმაოდ დედა არ ყავდა. სრულფასოვნა დედა არ ყავდა უფრო. სრულფას რო ვთქვა. Next. ეს უნდა შაუხოთ. ვაიმე. მაიცა. ამაში ამოჭრილი აიღე ხა და ის წავი. არ თქვა ეხლა რომ ეს რემონტი აქვს გაშვებული რა. არა, აქ აკაც კაი ლაღაცა ჩანს. სად არის ამოჭრილი ბიჭო? კრანიშ მას ყავს ნოიზე გაიარა. ოი ხარ თქვა რომ ეს გადაჩარხულია, თორე შეიძლება გამოვა. იგა კა, ანუ სხვაზონა. ჩეჩი გავიგე? მაგარი. ჩაშიტო. საკაიფო. ატო. დაშალ ჩაალაგე თავისადაც. საკაიფო. ეგრამე ახალი დაამბა. რა ძველია რა. ეგარი. სტენზე ხო არ გადავიყვანოთ. არაფერი თითი. შენი? ო, რავი, არა, ლუგეშინია, გამიარა, გაუში. რა გაგიარა, გამოიგე შეშიმ. არ ველოდი მაგას. არაფერი, ჩემი დრაკონს სიცოცხლე მოხდის. მაიცა, ეს რო ამიზომა არ არის, ხა როგორ ვქნათ? თუ არის. კი, არ წავყვანთ. ცოტა ჩაკუჩი და ეგ არის. რა ველაით კი. ჩავდე. აი, ხლა ვიგანახებ როგორ ჩავა. ეს შენი დიოდი. ვერ მოვარგე, მადე დაძაღლი და დავდებ მაინც რავენაირად. ვერ ვდებ ბიჭო. ამიგი ოდრა. ვიდი. ხოჩ. კარგი ბიჭო. აჰა, ყოლა ჩასვი. აი ხო ეგა. კარგაცო, საჰა ყოლა ჩასვი. იქი და არის, მე მოიჭა სათქმელი აქ, მეორე. ამას. ხო. აუ, ერთი წელი მოთხოვე. დიოდის კრიშკა თუ ჩასდება, მაინტერესებს. ეს სხვა გამიდიოდა. არა, ჯდება იდეალურად აქვს გათვლილი. მაიცა ზედასაც აზარ უშკებს და ხვედას. ხო, აი ეს დიამეტრი არის, წამოგანახო. აი ეს დიამეტრი არის პირდაპირ კანალების რა, შეხედე? ის. კაია. კი ბატონო. მაგაზია გათვლილი, რომ აქედან მოიცვას ზედა რა. წნევა რო არ დაკარგოს რა, ამ კანალს ფიზიკურად ეხა პრაკრად გააქვს თავისი, ამ პრაკრად კრიშკაზე დაждდება და წნევა ყოველთვის იქნება. წავედი. დღეისთვის დაკაცდი. კლოუზ ნახოთ. ზეთის ვანის ზაბოჩკა გავუკეთოთ. აქ ნახე. საწაიღე კანონი სენსორი.
კარგად ნახე ყველა შტეკერი, მართლა მან ხო არ უკეთია და ხო არ გავაყოლეთ მაგ დედაძალს. აკა, სადმე აქ ხო რა? შენ ხო იცი სადა? მე? საიდან ვიცოდი? ვიდან და ნახე. ამ ხოლა კასა. რომელია პაპა, რომელი? ჰა? იდეაში ხა საერთია, მაინც მოსახსნელია ვოლტები და დიდად დაზეთვა აუცილებელი არ იყო, თუმცა გადაჭერაში რო არ ჩამიწყდეს და მე არ ვეწვალო, მაგით ოზეთა. სხვათა შორის, დაზეთავ თუ არ დაზეთავ ვოლტს გადაჭერისას ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ როცა დაზეთილია იგივე ძალით გადაჭერილი ვოლტი გაცილებით სხვანაირად იწელება, ანუ გაცილებით მეტად იწელება, იმიტომ რომ ხახუნში არ არის, ხახუნი წინაღობას არ უქმნის, და როცა დაუზეთავია ვოლტი, იგივე ზუსტად იდენტური ნიუტონ-მეტრი და გრადუსით გადაჭერილი ვოლტი გაცილებით ნაკლებად ეჭირება. ზოგადად, და მწარმოებლების უმეტესობა წერს ხოლმე უნდა იმას ქნა რა ქვია, დაზეთო თუ არ დაზეთო ვოლტი. მე ზოგადად იმ ვოლტებს, რომელიც გაწელვადია, ძირითადად მიყვარს ხოლმე რომ დავზეთო, იმიტომ რომ მეტალის მეტალზე ხახუნი ყოველთვის სხვა სიმძლავრის გადაჭერას გვაძლევს. აი მაგალითად რომ მივხვდეთ ძალიან მარტივად რომ აღვიქოთ, აი ეს ზედაპირი, რომელიც აი ამ მეტალთან ხახუნობს მოჭერისას, აი აქ ედება მოჭერისას, როცა ზედ დაედება, გაცილებით ნაკლებად ეჭირება, ანუ იგივე თორქით გაცილებით ნაკლებად ეჭირება ვოლტი, ვიდრე დაზეთილი მოეჭირებოდა. მაგიტომ უნდა დაიზეთოს ვოლტები. ეხლა რას ვაკეთებ? ეხლა ჯერ ვაწყობ რომ გავზომო, მე ის უნდა დავშალო და ახლიდან ავაწყო. თუ გინდა რომ ჩეპე არ დაგემართოს, ეგრე უნდა ქნა. სხვა შემთხვევაში გაქვს უზარმაზარი პოტენციალი რომ აღმოჩნდეს რომ შენ შეხარ და ის ისა. დაწუნებული ხარ რა კარგია? რაღაც მე პატარა ვარ ბაზაზორი მე და 0.25 დაჟე შეიძლება 0.21-22-იც იყოს. რაღაცა მე პატარა ვარ ბაზაზორი 0.25-ია 0.25-ზე ცოტა ნაკლებია დაჟე 0.26-27-ია დაახლოებით ეს 0.26-27-ია და ეს დაახლოებით ეგრე 0.26-27-ია. აი, ეხლა ზაზორი უნდა იყოს 0.02-დან 0.65-მდე. Crankshaft main bearing clearance production და service-ის შემთხვევაში 0.02-დან 0.65-მდე. ჩვენი არის დაახლოებით 0.02-დან 0.07-მდე. ასე რომ სრულიად ვждებით ზაზორებში და შეგვიძლია გავაგრძელოთ ბედნიერად აწყობა. ეხლა ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. ტექნოლოგისტი პაპი უნდა რომ კაია თახი და თვალით ეიდა მოვჭი პიროვნება ხო და რახან დახედე თვალით ეხლა ესენი გაწმინდა კალინოლი ამოიღე ლუბი წაუს უქვევით და მე ჩადე უკან მე ხო გამავალ არა ამით ვიზომოთ კოშინის დიამეტრს. ამათ. სამდე მართალი ხარ ჩემო საუბარი. რატომ ზომავ შტანგელი? იმიტომ რომ შტანგელი აქვს ძალიან მიკრომეტრებში იქნება და. შტანგელი რაიც მოდი. Так, ეს არის მიკროფონი სადა? თორტი. Так. ხუთი სოტკა უნდა გამოგვივიდეს წესით და კანონით ზაზორი.
6 სოტკა. ეს ერთი ვინც ამას ჯოხს აძრობს ხოლმე, აი მას შევედი რა. ერთი სოტკა შეიძლება მეშლებოდეს. აი, ეს იქნება სავარაუდოდ 6. დავწუნდეთ, რომ დიამეტრი იგივე გვაქვს. დიამეტრი ნამდვილად იგივე გვაქვს. შეგვიძლია გადავამოწმოთ მე-6-იც. ანუ ეხლა ამ ყველაფერს რატო ვამოწმებ, არის მაგასაც ავსნი რა. გადაჩარხულია 0.5 მმ-ზე ბლოკი. ანუ რემონტი პორშინებით იწყობა, ასე ვთქვათ. და კი გადაიჩარხა ხონი ყველაფერი გაუკეთეს. იმჯერა რომ ყველაფერი კარგად არის გაკეთებული, მაგრამ ჯობია გადაამოწმო და დარწმუნებული იყო, რომ ნამდვილად ყველაფერი კარგად არის, ვიდრე მე სიურპრიზი აღმოაჩინო, იმიტომ რომ სიურპრიზს რო აღმოაჩენ, ძალიან გვიან იქნება დაკოკილ მანქანაზე და მე გამოვა რომ შენი ბრალია რაღაცა რო არ გადაამოწმე და არა იმის რომ ვიღაცა რაღაცა არასწორად გაჩარხა. აქ ცოტა მეტი აქვს მოსული. 7 სოტკა, მაგრამ მიკრომეტრი ძალიან უჭერდა, შეიძლება ეგ ერთი სოტკა იმან გადაყლაპოს რა, ანუ რომ მოუშვა და ახლიდან დავსვა, ეგ ერთი სოტკა შეიძლება შეჭამოს. ნუ 7 სოტკაც დასაშვებია. 5 სასურველია, ხო, ზევით 6 გვაქვს, ქვევით ცოტა მეტია. 7-ია ქვევით. მაგრამ მაგას აიტანს. სასურველი იყო, რომ ქვევითაც იგივე ყოფილიყო. ნუ ovali რა თქმა უნდა არ იქნება ახალგაჩერხულ ცილინდს. შანსი არ არის ovali კონდეს. 7 სოტკა 7 სოტკა აქ დასაშვებია. თავარია 5-ზე ნაკლები არ გქონდეს, იმიტომ რომ მე უკვე Porsche-ს მოუჭერს და engine-ს lore start, digin, engine kaput. ესეც ეგ არის. ეს ხა ნახე, ეს ცილინდრი ჩემი მოგზალებული თეორიის თანახმად 0.6-ზე დაждდება, იმიტომ რომ ისე მოჭერილად, გაჭედილად არ არის, როგორც მე-6-ე იყო რა. ანუ თუ ეგრე დაждდა, ეხა მე როგორც გონია, მაშინ ძალიან კარგად არის გაკეთებული. და პორშინების მიხედვით არის გადაჩარხული და არა იმის, რა ქვია, ტუპა ყველა ერთ ზომაზე რა. პირიქით ეგ ძალიან კარგი იქნება, ეხა თუ ეგრე დაждდა, როგორც მე მგონია. ცილინდრების მიხედვითაა გაკეთებული. ანუ კონკრეტულად პორშინების მიხედვით არის ცილინდრები გაკეთებული, რაც ძალიან კაია. აქ 0.5 გვაქვს. რაც ძალიან კარგია, ეს იმას ნიშნავს, რომ არ დაეზარა და ტუპა პირდაპირ სტანოკი ერთ ზომაზე არ გაუშვა. ეგ ძალიან კარგია. დიდი მადლობა. აქაც იგივე იქნება. ოდნავ ლაღად არის რა, ერთი სოტკა აკლია და ახლობით ეხა ამას რა. აქაც იგივე იქნება წესით და კანონით. 5 სოტკა. 5-6 სოტკა. აი აქ 6 დაარტყა, არა 5-ს დაარტყა. აი 5. და ყველაზე მთავარი რაც არის 5-ზე ნაკლები არ უნდა გქონდეს არც ერთი. კარგია. აი მოიცა სადღაც 4 სოტკასავით მომეჩვენა. არა. ამოღების ასეთ ხოვაგ მივაჭირე და არა 5-ია. ეს თუ გათარი. აქ გვაჩვენებს ახლა აქ გვაჩვენებს ახლა დაახლოებით 0.7-ზე დაბლა არ უნდა წამოვიდეს შემოგზალებული ვარაუდით. იმიტომ რომ ხელში ცოტა ტუგი იყო. 0.6-მდე არ ტყავს. ანუ რეალური 0.5-ია აქ. 0.6-მდე არ ტყავს. 0.6. ანუ რეალური 0.5-ია, ძალიან კაია. ძალიან. ეგარი. Так, სნავჩა ორი პორშინი. 5 დავინახე. 0.5-ზე ჩაატყა. 5 სოტკა და ზუსტად. კაია. კაია. ეს არ მომწონს. ეს არ მომწონს. ნაკლები იყო? 400-ზე ჩამოვიდა. აი რა თქმა უნდა გაზომ. ხოდი ცოტა ხანი დაიკოკება იმუშავებს და ნელ-ნელა დაიწყებს ხაზვას ამ ცილინდრის. აგე. Აკ. ოღაროჩერა. არაფერი ბლოკი უნდა წავუოთ. და ეს ახლიდან უნდა ჩაჭრას. ქვევითაც იგივეა რა, ანუ როგორც არის ჩატარებული, ეგრეა ბოლომდე ჩატარებული. ნორსაც უტყავს და შებიჭო. აგე. 2 სოტკას დაარტყა, 2 სოტკა ერთი გახურებაა იმენა. ეს უნდა დავშალოთ? ой, блядь. Ну, არა უშოს გაზომილი გვაქვს ყველაფერი რა. ნუ მე ახლიდან რეცხოთ. ხო.
თან ბოლოს რომ მივედი პირველ წინიდან. მოდი ბანევის გადავამოწოთ რა კალინვალის წინ და უკაცია. სად არის მიკრომეტრი? ესეც კი რამაგრად თავ თქვკეთებულია ბამოსო. ცოტა. ძალიან ახლოს ხوار ცოტა მოტავი. ეგრე გავამივიდა. ჯერ იქით მიცხე. რა ქნა? მეორე კლუბზე დატრიალ. მოვარტყა? არა, ატვირკავ მე არაფერი არ მოვარტყა. აბა დაშვებული რა არის ნახოთ. 4 სოტკიდან 0.22 მმ-მდე შეიძლება რომ იყოს. 22 მმ-დან 0.22-მდე? აჰა. აი დიდი ხოდია. თან. აი დიდი ხოდია. აგარს დადის. ერევანში ჩავიდა ჩამოვიდა. ოი, გამბული. ეს არის მინიმუმი, ეს არის მინიმუმი წერტილი. ეს არის მაქსიმუმი წერტილი. ნორმაშია ყველა ვარიანტი. 2.1-დია დაახლოებით. აი, ეგ ძალიან მიხარი. აი, დაშალა. აუ, ძლივს ავხოცეჩემინა. ეგეთქვი რა. შეგვერდები და უში. ხო, დღეისთვის სამწუხაროდ დაიკათა, იმიტომ რომ ბლოკი გვაქვს ისევ წასაღები. 11-იანი იყო როგორც მასხობს. ესე იგი, ძრავი ახლიდან გადაიჩერხა, ეხლა პაპო ახლიდან რეცხავს და დავიწყებ ცოტა ხანში აწყობას. მოდი ეგ ტაიმლეფსზე გავუშვათ, იმიტომ რომ რაც გუშინ კი არა და რაც აქამდე ნახეთ ვიდეოში, ის უნდა გავაკეთოთ ახლიდან, ანუ ახლიდან დავშალეთ, გადაიჩერხა და ახლიდან უნდა ავაწყოთ და აი მაგ ყველაფერს რო ავაწყოთ, მე მაგ მომენტიდან გავაკეთებ. ესე იგი, უკანა ფონზე პაპოს დიდად ყურადღებას რომ მიაქცევთ, იქ სიყავს შემოყენებული და ტრუკას აკეთებს, ტრუკას. მოყვებით ახლა აღარ დავყვე. არ მოყვე? არა. კაი, მაშინ ეს რა ქვია. ჩვენ როგორც გითხრეს, პაპოს ძალიან ვაბულინგებთ და ამიერიდან პაპო რა სიზასხო. პაპო რა სიზასხომი აღარ ვიტყვით და ესე იყოს ზედრინად ვიშობლო თავი. ახე, თან როგორ კარო ჩვენ ვაბულინგებთ პაპოს, რომელიც გვეუბნება რომ დაგვა თუ არ გავჩუმდეთ. მე მოგითხრათ როგორ საიდან? როზე იმუშაობ. ხო და მე გავაგზავნებ ხა ჩვენი LT ძრავის აწყობას. კოლიცოებია დასაზაზურებელი და ყველაზე მთავარი რაც არის, რადგან ვიყენებთ Silolite-ის პორშინებს, რომლებიც არის სპეციალური დაფარვით, რომელიც ოდნავ მეტად ფართოვდება, ვიდრე ჩვეულებრივი ალუმინი გაფართოვდებოდა. ამიტომ ზედაზაზორი ქარხნიდან პორშის მოთხოვნილი აქვს, რომ უნდა ქონდეს 40%-ით მეტი ზედაკოლიცოს ზაზორი, ვიდრე სტოკში ექნებოდა. ამიტომ ეხლა დავაზაზორებთ ყველა კოლიცოს, ზედებით დავიწყებთ, რა თქმა უნდა. მეორე კოლიცო და მესამე კოლიცო თითქმის სტანდარტებში ჯდება, თითქმის არა სტანდარტებში ჯდება და უბრალოდ სტანდარტის მიხედვით დავაზაზორებ და ეხლა კოლიცოებს გავამზადებ და მე გავაგზავნებთ უკვე ძრავის აწყობა ჩალაგებას და ასე შემდეგ. ასევე ნახე, როცა კოლიცოებს ალაგებ, ზეთის მომცრელი კოლიცოების შემთხვევაში, როცა ცალცაკეა, ანუ ზოგ მანქანაზე ერთიანი კოლიცო აქვს ზეთის მომცრელი, ზოგ ძრავზე ცალცაკე. როცა ცალცაკე აქვს, თვითონ შუა ზამბარის გადაბმის წერტილები და კოლიცოს გადაბმის წერტილები ერთმანეთს არასდროს არ დაამთხრიოთ. აუცილებლად გაწიეთ ერთმანეთისგან, ანუ პირობითად ეხლა 180 გრადუსზე წევდა, ანუ მაგას ცოტა კიდე მოვატრიალებ მე. და ესე იგი ნახე, ერთი ფაზი აქ მაქვს, თვითონ ზეთის პრუჟინა ზეთის მომცრელი პრუჟინა გადაბმა აი აქ მაქვს და აქ მოვახვედრებ ეხლა ზედა კოლიცოს, ზეთის მომცრელს, რომ მაქსიმალურად დაშორებული იყოს ერთმანეთისგან. ასევე თითქმის იგივე უნდა გავაკეთოთ მეორე და პირველ კოლიცოებს შორის. იმიტომ რომ გაზებმა პირდაპირ ვერ ჩაიაროს და გაზს, ანუ პირდაპირ წვის კამერიდან კარტერში ჩასვლის საშუალება არ ქონდეს და გზის გავლა უწევდეს კარტერში მოსახვედრად. რაღაც რაოდენობის გაზი კარტერიდან ყოველთვის ხვდება, უბრალოდ წვის კამერიდან კარტერში ყოველთვის ხვდება, მაგრამ ამით შეგვიძლია მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ზედმეტი გაზების მოხვედრა. და უნდა ავირიდოთ თავიდან და თან ასევე ეს ჭრილები არასდროს არ უნდა დავამტკიოთ პალეტს. შეგვიძლია მაგათ ერთია ესე გავაკეთოთ
და მეორე 180 გრადუსზე გავუკეთებ, ზოგადად 120 გრადუსზე კეთდება ხოლმე ესენი, რადგან ზეთის მომხსნელი კოლიცო მრავალნაწილიანი გვაქვს, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია რომ ბევრი არ ვიწვალოთ და 180 გრადუსებზე ერთმანეთისგან 180 გრადუსებზე დავსვათ პირველი და მეორე კოლიცო. ისე ერთი პორშენი აწყობილია თავის დაზაზურებული კოლიცოებიანთ. ეს არის მერვე და დავდოთ დავასვენოთ სანამ დანარჩენი მსგავსავთ. დაგიბრუნდით, მოკლედ ერთი პორშენი ჩავსვი, ანუ უпростоრ ყველა კოლიცო გამზადებულია, პორშინებზე აწყობილი, ერთი პორშენი ჩავსვი და გამახსენდა რომ ჩასმის დროს ძალიან ვიწვალე და გამახსენდა რომ პორშინის კი არა და კოლიცოს მოსაჭიმი მოწყობილობა ვერ გქონდა თლად საამაყო, იმიტომ რომ ბოლოს ამ მოწყობილობით რენჯს ვაწყობდით უსწორად მახსოვს და იქაც მაგრად ვიწვალე. მეთანხმები ხო რენჯი იყო. ხო და შესაბამისად ეხლა მომიწია თბილისში გაქცევა და ამის ყიდვა და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს მაინც იმუშავებს როგორც უნდა მუშაობდეს. კაროჩე რამდენნაირი მქონდა ეს და არც ერთი არ მომეწონა რა, ანუ რეალურად კარგი არც ერთი არ იყო. ნახოთ რა სისავს გამოჩნდება ეხლა. აბა აჩაიარ. მგონი არა. არა. მაგრამ ჩავიდა ასე თუ ისე რომ არაფერი გატეხილა. და ჯერ თვითონაც არ დახაზულად იქით. ეს უკვე გაუბედურებულია შიგნიდან ისეთი ნახაზები აქვს. მილიონი პორშინი აქვს ჩასმული. ზოგადად ყველაზე მაგრად ასწორებს პორშინის ჩასასმელად. აი ეს ხილსაწყო, რომელიც ზომების მიხედვით არის და ამით როცა სვა პორშინს იდეალურად პრესავს კოლიცოს კონუსურია და იდეალურად ჩადის, მაგრამ ერთი მინუსი აქვს ის რომ ინდივიდუალურად ზომების მიხედვით უნდა იყიდო და რეალურად ეხა ჩვენ რას გვჭირდებოდა რემონტის ზომაზე საერთოდ ვერ ვნა. ესე იგი წინა ხარე ავაწყეთ, მეთქებზეა უკვე ძრავი, ნასოსის საყენია სამწუხაროდ. შუა პროცესში სადღაც კამერა გათიშულა და სად გაითიშა, როგორ გაითიშა, რანაირად მოხდა, აზე არა ვარ და სადამდეც იყო კადრი იქამდე იქნება სამწუხაროდ სხვა არაფერი არ ძალმიძეს მაგ პრობლემის მოსაგვარებლად. ეხლა მივაყენოთ წინა და უკანა ხუფებს, მერე კარტერებს და მერე გადავალთ უკვე რაღაცა კარგ რაღაცებზე რა. აბა მოდი აბა შენთან მაქვს ერთი ესეთი კითხვა. პროფესიული კითხვა მაქვს და თუ გამცემ პასუხს. თუ სწორი პასუხი გამეცი, ყველას გამოადგება. თუ არ გამეცი, მერე გეტყვი და მაინც ყველას გამოადგება. სკაში. ნახე, ეს კარტერი ხო გერმეტიკზე ჯდება. ბარემ ხალხმაც რო დაინახოს რა. გერმეტიკზე ჯდება. სად უნდა წავუსვათ გერმეტიკი ამ კარტერს? რა ადგილას? ზოლს გადავი რა. ანუ აქ უნდა წავუსვო რა კუთხეში ეს. ეხლა აქ ისინი მარტივად, რატო აქვს ეგ ყველაფერი გაკეთებული ეგრე? გერმეტიკი ესმევა ამ ადგილას. აი ეს კბილი რაც აქვს დატოვებული, ეს კბილი ზედაპირთან სადაც აჯდება, იმ ზედაპირთანაც დაახლოებით იგივე ღიობი ექნება მეორე მხრიდან დატოვებული და ეგ ყველაფერი ხდება იმიტომ რომ გერმეტიკი რო გაიშლება და გამოვა, წვრილად არ გამოვიდეს, არ მოჭრას არსად. აი ამ ადგილს შეავსებს მთლიანად და სუმთლიანად გერმეტიკზე იჯდება და მაგ შემთხვევაში გერმეტიკი არ მოწყდება, ძრავში არ ჩავარდება, დედა არ ეტირება და ასე შემდეგ. მაგაზე ყველაფერზე ნაფიქრი აქვს და აი ეს კბილი რაც აქვს გაკეთებული, კარტერსაც ეგრე აქვს, წინა ხუფსაც ეგრე აქვს. მაგისთვის არის აი ეს კბილი ზუსტად გაკეთებული. ეს ხო შეეძლოთ ახლა სწორედ აეშლიბო კებინათ, აქ არაფერი არ დაეტოვათ და ამას რომ მიეყენებდი აქედან რაც გერმეტიკი გამოვიდო და წვრილ ზოლზე იქნებოდა, ანუ აი ამ ზოლზე იქნებოდა ჩამოკიდებული და სად მოწყდებოდა ვერავინ ვერ გაიგებდა. შესაბამისად, აქაც ძალიან კარგად აქვს ნაფიქრი. ხო, არა, მეც ვიცი სადაც წავიდოდა და ეგ ადგილი საერთოდ არ აწყობს არც ერთ ავტომობილს, რომ ზეთი მან წავიდეს. კალუკა დავაფარეთ. ეხლა როკერებს დავაყენებთ, დავატრიალებთ, დავწუნდებით, რომ ამ კალუკაში არაფრით არ ვეყუდებით პორშინს. მე დავაყენებთ მეორე კალუკას. აბა დაატრიალეთ ძრავა.
მაგრად კი უბერავს. გამაცია. შეჩემა ის ინჟექტორის ისიც ისა ღია და სვეჩი ღია. მაინც მაგრა უბერავს. დავაი, გადმატრიალე მეორე გალუკა. ესე იგი, იცვლება აუცილებლად პირდაპირ შეფრქვის ინჟექტორებზე შაიბები. უი, ვაფშე რა შაიბები დღეს სადავართ, როგორ ავართ. აქამდე ძრავი მოსული გუში კამერა გაგვეთიშა ძრავის დასრულებაზე და ანუ ისე ავაწყეთ რომ რაღაცები აღარ გადაგვიღია. მოკლედ ძრავი აწყობილია, გარედანაც რაღაცები უკვე მიყენებული აქვს. დღეს იმედი გვაქვს რომ დავასრულებთ გარედან დაკომპლექტებას და ხვალზე ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ავტომობილში ჩავდებ და დავგვიქოთ. მოკლედ იცვლება სპეციალურად შაიბები იმისთვის რომ ესე ჩამოეცმევა და მე სპეციალური ხელსაწყოთი მოიპრესებაზე და ყველაფერი თავის ადგილზე მოხვდეს. ახშენ დავატირე. ეგარი. ჩაჯდა. ეს დავტოვებ ხა ცოტა ხანს მოპრესილს, მე გამოვაძრობ, ეს უკვე შეცვლილია მაგალითად და იქნება ზუსტად ესეთი როგორც ეს არის. ახლებია ახლა ეს ორივე. ამისდე დავატირე. გადამოწევა მინდოდა ჩვენი ნაშრომის კომპრესიები როგორი აქვს ძრავს და ფიზიკურად ვერ ვამოწევთ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ზეთის კულერი უყენია მანქანას, ზეთის კულერი კიდე კუზავზე დგას და ტრუკების პროსა დაერთებას არანაირი აზრი არ აქვს. აბა ნახე რადიატორზე ხო არ აჯდება. კაი, ეგ ტრუკები და წინ სად მიდის მე? რადიატორზე მიდის. აგი რადიატორი აქ აქვს. წყლის რადიატორში არ მიდის? ხო, რადიატორში მიდის. ესე იგი იმისთვის რომ ჩვენი აწყობილი სისტემა გადავამოწმოთ. გავაკეთებთ ესეთ რაღაცას. პაპუას უთავებს ზეთის მილებს. აქ გვიდევს რადიატორი. ამ რადიატორს დავაერთებთ, იმიტომ რომ რადიატორში აქვს ზეთის გაგრილებაც და ამ ზეთის გაგრილებას დავაერთებთ ესევე სტაციონარულად და სტარტერს დავატრიალებთ აკუმულატორით. ნუ ზეთით შევავსებთ ძრავს და დავატრიალებთ აკუმულატორით, რომ გავიგოთ რა მდგომარეობა გვაქვს წნევასთან და კომპრესიასთან დაკავშირებით. დავწოდეთ, რომ ზეთის წნევაც გვაქვს და კომპრესიაც გვაქვს. ეხლა გაიკვირვა. დამჯდარია თუ არა. აი მართული მინდა. ატო ერკით. აქ ვერ მიუდგები წესივრად. გითხრა რომ საამაყო აკუმულატორი გვაქვს ხო? მაგრამ მოგატყვი იმერე ხათრით ატრიალებს შეჩემ. ო, ეგ აშკარად კარგი ჩანს, მოიტა. ეგ რა აკუმულატორია? ეს 29 თუ თავიდან. დასვი. ვაიტო პერიმეჩკა. მონდალი. მოვაწყოთ რამე. ეს ალბათ უკეთესია. 10 და 5-ზე არის ესეც ხა უკვე. ო, ანუ ჭამს დედას. მოხსნა აბა 11-ზე ისე. ეს სულს ესე იგი. არა, შეჭამა აკუმულატორი. ტრაქშკუს ვერ იკავებს ვერც ერთი მათგანი. აი, ეგრე კომპრესიას ვერ შევამოწმოთ. ვიცოდი! იმდენი კაბელი მეჭირა, შეჭემა ხელში. მაგიტომ მოვედი, მაგრამ გაწყდე. ეხა ამით რომ ეს რომ უნდა გადაგიქო. თლად გადაქოქვით არა, მაგრამ ხო, კი, მედი დაქოქეთავა. არც ეს სტარტერი არ არის თლად საამაყო. ან სტარტერს აქვს დაერეული. ან პერემიჩკა ძაეობა. ორივე დავაერთოთ. ორვეთი სტარტერი ხო არ გვიდევს ჩვენ საწყობში. არა, სამაგრები ესეთი აქვს უეჭველი, 1,000,000%. აი საწყობილი სტარტერი რომ მქონდა.
ეგ შევცვალეთ, ახალი დავაყენეთ და ძველი შევინახეთ და ის ძველი მუშაია. კი, ნახავ. ეს დაიქოქა შეჩევი. 12 კი არა, ხო, 12 და 12-ზე ოდნავ მეტია. ეს მოვქენი? იპოვე? ეგ არის. ანახე. ხო, კლემა, ეს გაცილებით უკეთესია, ბოჭი, ხო, ვიდრე ის. ეს მახსოვს რომ კარგად მუშაობდა რა. მე მახსოვს რომ შევცვალეთ რა. ახალი ჩამოვიტანე და იმიტომ შევცვალეთ. ეს ხო აღვადგინე. არა, უკაკუნებდით კაკრას სანამ აღვადგენდი. მე აღვადგინე, ცოტა ხანი ეყენა და ბარემ რახან ახალი ჩამომივიდა, ავდექი და ახალი დავაყენე რა. ეგრე მახსოვს რომ ეგ ისტორია უკაკუნებდით რა და უკაკუნებდით კაკრას სანამ აღვადგენდი რა. რამდენი? 14 ნახტეო. უი, სტარტერის დედას რო უი. მაინც აქეთ გადმოვიდეს. კათოთი. ვიდან უნდა შევამოწმოთ. რამდენი? 14 აა, შემდეგი. წეგრა შეჩევა 12-ზე ძლივს ადიოდა. ხო. ფუშროდების სიგზე აშკარად არ გვაქვს პრობლემა. დასავლია გალოქებს შორის თანაბარი წნევა გვაქვს. ანუ ის პრობლემა არის ის მეშინო და ის არ გვაქვს. უკანაში თოკი რო რამა ჩამოვიღოთ, აი შევხედოთ და იქნება და ვაფშე ცხვირის დაშლა უფრო უკეთესი ვერსია იყო. ესეც შემოდის რა. კი ბატონო. აუ შეჩვენა თელი ტრუბკები, ტორმუზები, ყველაფერი. ზედა რჩება გასო. რუჩნიკის ჩახსნა გვიწევს ერთადერთ. მოდი რა ცხვირი დავშალოთ რა. ამის ახლა არის? კაროკი შემოდგმას მაგარი იქნება. ხო და ცხვირის თუ ჩავხსნით, რავიანად შემოვდგა კაროკა. მაშინ ხიც ვერ დავაყენე. ხო, რაზდათკაც მე მივაყენებთ. ხილი ისეზე დაყენი. სადაყენი. იმ რაზდათკაზე ვიწევ. ხო, ეგრე ბევრად მარტივია პაპო რა. ხო, არა ცხვირი. აშკარად ცხვირი. ბევრად მარტივი იქნება ვიდრე რამის ჩახსნა რა. და მოტორი შევდოთ პირდაპირ თავის კაროკიანად შიგნით. правда, ყველაფერი აწყობილი გვექნება. ხო, დისკები შეგვიძლია მოვხსნათ. ცოტა დავაგვიანეთ კამერის ჩართვა. მანქანის შემოყვანას ალბათ ნახავდით. მე უკვე გადაწყვეტეთ, რომ ძარის ახტის მაგიერ ისევ კუზაო დაგვეშალა და მახარად ვინს. ხო და დავშალეთ ცხვირი. აქედან შავდებთ მოტორს, სხვა გზა არ იყო. Hollywood არ გადაიქებს, ჩემზე გადამზიცაცა და რას გადაიღეს? მოვიტანეთ თბილისიდან, შეჩიმა. ესე უნდა გააკეთებინა რომ საკუთარ საქმეს გეთება გეზარება. ოშა, ზოგი ჩაცուցქვა. არ გვინახავს ხო? არც მისია შეჩევა რა ჩამოგე. პრობლემა რატო ხდება? არ ხვნიდი შეშექმენი. აი ეს დააყენა, წადი გრადოს უყური. ახლა 200 გრადუსზე უნდა გააჩერო. მე უნდა გავაჩერე, მე ვეთქვი რომ შეიძლება გააჩერე. 200 გრადუსზე ჯერ დავიაზრო. ვიშროვა რაღაცა ჩავაბარე. დამაცა. მიდი. ვაუ, ძალიან საკაცოა. აღოვიდა, თვითონ დაწვა. ეს აღგზა უნდა გადავიჭირო. რამდენზე? 90-ზე არის ხა. მახარ 50-ია ვიყანე ხა? 2-დან 50? 140-ზე ვარ თასო. და ჩაწესებ თუ.
აი არა მაშინ ცოტა გადამიწიე რომ აქ გაგინულო რა 60-მდე ამიწიე შეჭე სო რა საჭირო იყო ვერ 60 просто აწვალეს 50 გრადუსი კი ხო ეხლა ძალა რომ გამოთავისუფლდება შეიძლება აქ მოგეცეს ვიცა ცოტა დახშა ძალიან 50 გრადუსი ხარ ძალიან ცოტა დახშა Stop! Კარგი მიდი. წერალ ცოტა ხოდა გვაქვს ის. გაისო, გაკათეთ, გათიშეთ კამერები, კარგად იყავით, წავედით ახლა მეორე ბოქსში. ესე კენი. ხვალე გავაგზავნეთ. არა, შეხალე უშინა. ეგა ვიცი როგორც უნდა. ხვალე გავაგზავნეთ. ისა, უნდა ყოფილიყო სადღაც კადრში, ეხლა ჩვენ როგორ დევთ ძრავს. ანუ ეხლა თქვენ უყურებთ ძრავის ჩადების პროცესს, უბრალოდ მე ვდგავარ, აქ და ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ძრავი ეხლა შემდეგ კადრზე რომ გადავალთ, აღმოჩნდება უკვე ავტომობილში, იმიტომ რომ სადღაცას მასალა დავკარგეთ ძრავს როგორ დევდით. ინფორმაციის დონეზე გეტყვით, რომ ცხვირიდან ჩადებაც არ იყო მარტივი საქმე და ძალიან ბევრი ვიწვალეთ და ისევ ალბათ რაბა მომეხსნა ჯობდა. კი, ლოგიკური იქნებოდა, თუმცა მომავალში რომ დავჭირდეს ესკალაიდიდან ძრავის ამოღება და უკან ჩადება, მომავალში აუცილებლად რამას ხდი, აი ძალიან ვიწვალეთ ჩადებაზეც, მიუხედავად იმისა, რომ თლიანი ცხვირი დაშლილი ქონდა. მოკლედ, გავაგზავნეთ ახლა ყურება, ძრავი ავტომობილში დევს, აწყობის დეტალებს აღარ განახებთ, იმიტომ რომ არაფერი საინტერესო მანდ არ ხდება და ახალი მანდ არაფერი არ არის. გადავედით, გავაგზავნეთ ვიდეოს ყურება. აკუმულატორი და დავქუქით. ძრავში ზეცვლა ხო მანამდე. აუ რა მაგარია შუპი რო აქ ვანქანას რა. ზეთი მე მგონი საკაიფოთ არის. კი, მაქსიმუმზე. აბო აკუმულატორი გამოვაყოლებ არემ. ვიცოდი რომ მაგას მეთქოთ. ეგ შეძურები? შეძურები? აი ეგ შეძვერ. ძიმად გადავიკეცი. ცერემონიალური დაქოქვის დროს მოვიდა. აბა კიდე ერთხელ გადავათვალიეროთ რამე არ გრჩებოდეს. და იქ გამოჩნდება იქ. არ მაწყობს ეგოიცია. რატო? აუ მართლა გაიჭედა შეჩემი. გადა. აბა ჯერ ზამოგი გააღე თუ იღება. აბა თუ გააცხავს ბენზი. დავაი თენგი ზაბა. Fire in the hole. ერთხელ კიდე დამიქოქენ. კარგი. იცი? არქნა ეგრე. ენჯინ? არაფერი გადაატარებდი ხა ამას და მე ეს მეკრებოდა. რატო გადაატარებდი ხარ ამას ამოვწევდი? ხარ, აბდეჯე უნდა იკითხო კაცო. ნაპოზეროზე. Imoni Espíritu Santo. გასაღები ვერ იცნო კიდე? დაკეტე გააღეთ. არ ქოქავს? აბა შუშა კიდე სად? ამუშავდა.
Так, ამას დიოდით წასაშლელია. აბა დიოდი მოუჩი როდის გადადის ეგ არ ვიცი. წესით როდის უნდა გადადიოდეს. ცოტა გაზი მიეს, სულ ცოტა. ხო, ცოტა ვიბრირებს. ნუ პანატონებიც ვერ აღდგათ კარგად. ხო, ეგ პანატონი. ეგ არაფერი, დიოდს რო წავშლით მე ვნახოთ რა. სიზავს და დიაგნოსტიკიდან ყველა შეცდომას რო წავშლით, იმიტომ რომ მილიონდებულობა ექნება ეხლა დანახული. ოდნავ გაზი მიიავა. რა? ოდნავ კიდეავა. გაუშვი. კაი, ჩააქრე. დღეისთვის მოვჭით. დანარჩენი to be continue. ხვალე ავაწყოთ ბოლომდე. წყალი ყველაფერი შევავსოთ. შიტოკი მაგ დასაჭერი და მორჩა. და კაპოტი დასაყენებელი. და დისკები. შიტოკი, კაპოტი, დისკები. წყალი ჩასასხმელი. წყალი შევავსოთ, წნევაზეც გადავამოწმოთ, კარობკიზეთ შევავსოთ. მერე გავიკატავთ უკვე. ვნახოთ რაც ავაწყეთ როგორ დადის. походу HP tuner-ით უნდა ვცადო, იქნება დიოდი გავთიშო მე თვითონ, თუ არა მერე შოთიკოს უნდა ვთხოვ. ეგ არის. დღევანდელი ბრძოლა დასრულებულია. გამემშვიდობეს. მოკლედ დედა ძაღლ რუსებს აქვთ ერთი ძალიან კარგი ფრაზა, zakon-podlesi. ხო და ავაწყეთ მაქანა, დღეს კატაობა გვინდოდა, კაპოტია მარტო დასაფარებელი და დისკები მისაყენებელი, დანარჩენი დამთავრებულია ყველაფერი. ხო და რო ავაწყეთ წყლის სისტემა დააერთა პაპომ, რო წნევაზე გადაემოწმებინა და ой საოცრება. წყლის სისტემას რო დავაწექით შესამოწმებლად, აი აქ ქონდა ბზარი. მე ეს მოხსენით და რომ მოხსენი ესე ნაზად ხელის მოკიდებით ესეთი რაღაც ვქენი. ამიტომ ამ ტრეინინგს ვეძებთ საქართველოს მასშტაბით და თუ დროზე ვიპოვეთ, ამ ვიდეოში ამ მანქანით სიარული გვექნება. თუ დროზე ვერ ვიპოვეთ, სამწუხაროდ ეს ვიდეო აქვე დასრულდება. ან ეს ვიდეო ორ ვიდეოდ გაიყოფა და მაშინ თენგოს არ აგონია და შესაბამისად სამწუხაროდ კატაობას ვერ გადავიღებთ, იმიტომ რომ თქვენ როცა ვიდეოს ნახავთ, ჯერ კიდევ აი ამ რაღაცის მოლოდინში ვიქნებით და ცხოვრების გარეთ გაყვანა ვაჩვენ. ხო, მაქსიმუმ აი ახლა გარეთ რო გავიყვანთ წვიმაში გაჩვენ. მოკლედ, დავაყენეთ ახლა კაპოტი, მივაყენეთ დისკები და გავიყვანეთ გარეთ. так, ლაპები გამოცლილია. ოკეი. შუშები, ხო, თუ გინდა აუწიე, თუ გინდა მერე აუწიე რომ გაიყვან. ქოქელეს და ქოქელეს და ჭანჭიკელეს. ო, რაც აქვს ეხა ვერ დაუკარგავ. საკუთარი ძალევითაც გადაადგილდება. მიპარკინგდა. სამწუხაროდ სანამ ტრაინიკი არ ექნება. ჩუმათაც აღარ მუშაობ, ეს დავაკვდი ამის დედავატირე. ბიჭო, ძალიან კარგი ავტობუსია რა. პრისოსკა რა? არ ექნება. ამერიკელებში ხო იცი პრისოსკა ცოტა ისია. ხა, მაგარი. ვაფშე. ეგ არის. სამწუხაროდ ჩვენ გვინდოდა რომ გვეკატავა, თუმცა მხოლოდ თენგო მიკატავა ბოქსიდან გაჩერებამდე. მეტი არაფერი არ გამოვიდა. მოკლედ დღევანდელი ვიდეო ამით დასრულდება. იქოქება დადის.
რანენდრაივია. სამწუხაროდ ვერად მეტი ემოციის ნახვა მინდოდა მეც და გადმოცემაც, მაგრამ რაც ისა, ყველაფერი ხანდახან ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. დროებით.